მაქვს ლანაკროსას ძაფი 200 გრამიანი 700 მეტრი. შემადგენლობა არის 60% შალი და 40% პოლიაკრილი. იქსოვება 4,5-5 მმ ზომის ჩხირებზე და ვიწყებ უკლავებოს. მინდა გაჩვენოთ ნიმუშის გაკეთება, ასე ვთქვათ, ნიმუშიდან ზომების გამოთვლა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ქსოვის დაწყებისას, თუ გინდათ რომ ზუსტად გამოთვალოთ თვლების რაოდენობა და რიგების რაოდენობა. ვქსოვთ იმავე ზომის ჩხირით, რაც ჩხირითაც ვაპირებთ მოგქსოვოთ მთლიანი ნამუშევარი. აუცილებელია რომ ეს გავაკეთოთ ისეთი ზომის, რომ 1000 სანტიმეტრზე მეტი გამოვიდეს სიგანე და სიმაღლე, რადგან ჩვენ უნდა დავითვალოთ ნიმუშზე 10 სანტიმეტრის თვლების რაოდენობა და რიგების რაოდენობა. ჩემს შემთხვევაში 10 სანტიმეტრში არის 30 რიგი და 20 თვალი. ჩემი ზომებით მჭირდება რომ დავიწყო 37 სანტიმეტრი, რადგან მინდა რომ ცოტა ღია ყელი გქონდეს, იმიტომ რომ არ მინდა, მხრებზე მინდა რომ იყოს გადასული და რადგან 37 სანტიმეტრი უნდა გავამრავლოთ 2-ზე, იმიტომ რომ 10 სანტიმეტრში 20 თვალია, გამომივიდა რომ 74 თვალი მჭირდება, ანუ წინა მხარე 74, უკანა მხარე 74, გამოვიდა რომ მჭირდება 158 თვალი. მჭირდება რომ დავიწყო 37 სანტიმეტრი. შემდეგ უნდა უმატო მხრებზე და უნდა მივიყვანო 60 სანტიმეტრამდე ეს ყველაფერი და სიგრძე მჭირდება 67 სანტიმეტრი. ეს ყველაფერი გადავიყვანეთ თვლების და რიგებზე და 60 სანტიმეტრი არის 120 თვალი, ესე იგი ერთი მხარე უნდა მივიყვანო 120 თვლამდე, მაგრამ ვიწყებ 74 თვალით. 67 სანტიმეტრი ეს არის 201 რიგი. ასე ვაკეთებ ყველა აღებული ზომის მიხედვით გამოთვლებს და ჩანაწერების გაკეთებას წინასწარ, რადგან სრულყოფილი ინფორმაცია გქონდეს ქსოვის პროცესის დაწყებამდე, რადგან ქსოვის პროცესი იყოს მარტივი და ზუსტი. ასეთი მეთოდით ჩვენ შეგვიძლია ყველა ნიუანსის გამოთვლა თვლების და რიგების მიხედვით, მაგალითად მხარი რო დახრილი იყოს, თქვათ, რამდენ სანტიმეტრზე უნდა იყოს დახრილი, ამ დროს რა რაოდენობის თვლები ემატება. რადგან უკვე დავასრულე ჩანაწერების გაკეთება, შემდეგ უკვე ვიწყებთ სასურველი თვლების რაოდენობის აკრეფას ჩხირზე. ქსოვა დავიწყებთ წრეზე მოძრაობით, ანუ წრიული მეთოდით ვაკეთებთ, ნაკერის გარეშე იქნება ზედა და ჩვეულებრივად ვიწყებ რეზინით საყელოსთან, რომელიც არის ერთი წახმა, ერთი უკუღმა. ეს სასურველი სიმაღლის შეგიძლიათ გააკეთოთ. შემდგომ ვაგრძელებ ჩვეულებრივი წაღმა უკუღმა მეთოდით, მაგრამ წრეზე მოძრაობისას სულ წაღმა თვლების გამოღება გვიწევს. რაც შეეხება მხარს, დახრილი მხარი, ასე ეძახიან რეგლან პაგონი, ანუ რეგლანი გვერდებზე არ კეთდება, იღლიასთან არ ჩამოდის, ეს არის მხარზე გადასული დახრილი მხარი, ასე ვთქვათ. ეს არის, ნახეთ, როგორ ერთი თვალი არის
ზომა აღებული ტოლად გაყოფილი არის მთლიანი ნაკსოვი და ერთი თვალი მაქვს, რომელიც არ შეიცვლება და სწორედ უნდა წავიდეს და ამ ერთი თვალის გარშემო, ანუ აქ ორივე მხრიდან უნდა გაკეთდეს ყოველ რიგზე ნამატი. რადგან სწორედ გამოიკვეთოს თვლების რაოდენობა და ლამაზად დაჯდეს მხარზე. ანუ ამას ვაკეთებთ ჩვენ ორ ადგილას, ორივე მხარზე და შუა ნაწილები, ანუ წინა და უკანა მხარე, ჩემ შემთხვევაში იყო ერთმანეთის ტოლი. რადგან ნაკსოვი დიდია, ანუ თავისუფალია, მე არ გამოვყავი, ანუ ზოგადად წინა მხარე უფრო მეტია ხოლმე ქალის შემთხვევაში განსაკუთრებით, რადგან მკერდის ადგილას ჭირდება თვლების რაოდენობის მეტი რაოდენობა. მაგრამ ჩემ შემთხვევაში, რადგან განიერია ეს თავისუფალი უნდა იყოს, ამიტომ ორივე მხარე არის ერთმანეთის ტოლი. ჩვენ ესე წრეზე ვგსოვთ და ვაკეთებთ მატებებს მონიშნულ ადგილებზე, სადაც მე მარკერით მაქვს მონიშნული. ანუ ერთ რიგზე შემოვლის დროს კეთდება 4-ჯერ მატება, ხო? ანუ ერთ მხარეს 2 და მეორე მხარესაც 2. და ყოველ რიგზე როგორც გითხარით. სასურველ ზომას რომ მივაღწევ, მხარი რომ დასრულდება, შემდეგ უკვე წინა და უკანა ნაწილი, ანუ ხელის გასაყოფი უნდა გაკეთდეს და ცალ-ცალკე მოიქცევა და იხლიებდე რომ ჩავალთ, ანუ რამხელა ზომას გჭირდება იმდენს, შემდეგ ისევ შევაერთებ და წრიულად ჩავალ ბოლომდე. როგორც ხედავთ, მოიქცევა, რაზეც გესაუბრებოდით, ანუ მხარი რამ სიგანეზეც მინდოდა რომ გასულიყო მოვქცოვეთ. აი ეს ის ადგილებია, სადაც მატებები გაკეთდა და საკმაოდ ლამაზად ჩაჯდა. და შემდეგ მოიქცევა, იხლის ჭრილები გაკეთდა, აი ასე. და მოიქცევა ცალკე წინა და უკანა მხარე და შემდეგ შეერთდა. ამ ადგილას, სადაც იღლია, ანუ ეს არის იღლის ნაწილში, მხოლოდ რეზინს მოვქცევთ, რადგან არ იყოს შეხვეული ნაკსოვი გაკეთებული. იმ შემთხვევაში, თუ კლავის მოქცევა დამჭირდებოდა, მაშინ ჩვეულებრივად გავაგრძელებდით კლავის, ამოვიყვანეთ თვლებს და გავაგრძელებდით კლავის მოქცევას. ამ შემთხვევაში კლავზე არ მყოფნის ზაფი და ამიტომ გადავწყვიტე, რომ რეზინი გავუკეთო და დავასრულო და გამოვიყენო როგორც უმკლავებო ზედა. რეზინი იქსოვება ერთი ზომით ნაკლები ჩხირით. ზედის მოქცევაზე გამოვიყენე 4 ნომერი ჩხირი და რეზინს ვქსოვ 3 ნომერი ჩხირით, რადგან უფრო მჭიდრო და მომდგარი გამოვიდეს, ვიდრე მთლიანი ზედის ფაქტურა. ეხა ვქსოვთ ისევ წაღმა უგუღმას, რომ რეზინით დასრულდეს. და საკმაოდ ისეთი მსუბუქი და სასიამოვნო ფაქტურა გამოვიდა, კარგ ფერებში არის, მე კმაყოფილი ვარ ნამუშევრი. მოიქცევა მთლიანად ზედა და ბოლოში კეთდება რეზინით უნდა დამთავრდეს, რა თქმა უნდა. ყველა რეზინი არის ერთ-ერთზე, ანუ ერთი წაღმა, ერთი უკუღმათი მოქსოვილი და საბოლოო ჯამში დავასრულე მთლიანი ძაფი, რაც მქონდა, მთლიანად შევაქსოვე უკვე სიგრძეს. ეს ზედა გაირეცხება, ორთქლის უთოთი დამუშავდება და ბოლოში გაჩვენებთ უკვე როგორი გამოვიდა საკმაოდ საინტერესო და ლამაზი ზედა გამომივიდა. დასრულების ეტაპი როგორ ხდება,
დამთავრება ნაკსოვის. აქ კლავის რეზინა იქსოვება. ამ პრინციპით ხდება კლავის ადგილას რეზინის ამოკრეფა, ანუ ნაკსოვიდან ასე ყოველ თვალში მინდა რომ ამოვიდეს, რადგან ზბორი არ გაიკეთოს და პატარა არ გამომივიდეს თვითონ რეზინი. ამიტომ ყოველ თვალში ვიღებ და პერიოდულად ნატებასაც ვაკეთებ. ესე უფრო მომწონს, რომ რეზინა არ კუმშავდეს და არ ზბორავდეს ნაკსოვს. ამიტომ რაღაცა ადგილებში რამდენიმე თვალი მატება გავაკეთე. ჩამოვაწყობთ ახლა რეზინს და მოგხსოვთ ათრიქს, როგორც მეორე მხარეს. და ესეც დასრულებული მთლიანი ზედა.